19 თებერვალს უნგრეთის მთავრობის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ უკრაინაში დიზელის ექსპორტის შეჩერებას შესაძლოა დამატებითი საპასუხო ზომები მოჰყვეს. როგორც ცნობილია, დიზელის მიწოდება შეაჩერა სლოვაკეთმაც. უნგრეთი მეზობელ უკრაინას აღარ აწვდის დიზელს, სანამ არ აღდგება რუსული ნავთობის მიწოდება უკრაინის ტერიტორიაზე გამავალი დრუჟბის მილსადენით. ქვეყანაში რუსული ნავთობი 27 იანვრიდან აღარ შედის. როგორც უკრაინელი ოფიციალური პირები აცხადებენ, დრუჟბის მილსადენი რუსული დრონებით თავდასხმის შედეგად დაზიანდა. Nyilvánvalóan született egy დრუჟბის მილსადენით სრული დატვირთვითაა შესაძლებელი ნედლი ნავთობის ტრანსპორტირება, როგორც ეს წარსულში ხდებოდა. მისი დახურვა აშკარად პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რომელიც უმაღლეს პრეზიდენტის დონეზე უნდა მიღებულიყო. teljes kapacitással. A korábbi უნგრეთი და სლოვაკეთი, რომელთაც გამონაკლისის სახით არ ეხებათ ევროკავშირის პოლიტიკა რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვის შესახებ, უკრაინას მიწოდების გაზრახ შეფერხებაში ადანაშაულებენ. hogy holnap után ისინი მუდმივად გვპირდებოდნენ, რომ ხვალანზე გაღდგებოდა დრუჟბის მილსადენის მუშაობა. გავიდა დღეები, კვირები. ბოლოს თქვეს, რომ 12 თებერვალს ამუშავდებოდა, თუმცა არ შეასრულეს. ამის შემდეგ უკვე ნათელი გახდა, რაც მოხდა. უკრაინის ხელმძღვანელობამ იცოდა, რომ ნავთობის მიწოდების შეჩერება უნგრეთისა და სლოვაკეთის ინტერესებს აზიანებს, მაგრამ მათ მაინც არ განაახლეს. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ მოუწოდოთ უკრაინის ხელისუფლებას შეასრულონ თავიანთი ვალდებულებები, რომლებიც ნაწილობრივ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისა თუ ქვეყანას შორის ნორმალური თანამშრომლობის გამო აქვთ ნაკისრი. მილსადენ დრუჟბის შეჩერება რთულ მდგომარეობაში ეყენებს როგორც სლოვაკეთს, ისე უნგრეთს. részben az uniós tagjelölti დიზელის გარდა უკრაინა უნგრეთიდან და სლოვაკეთიდან ელექტროენერგიასა და ბუნებრივ აირსაც იღებს. az is tény, hogy Magyarország რა თქმა უნდა, სიმართლეა, რომ უნგრეთი უკრაინას ბუნებრივ აირსა და ელექტროენერგიას აწვდის. ამიტომ სლოვაკეთის მთავრობასთან კოორდინაციით შესაძლებელია სხვა საპასუხო ზომების განხილვაც, მხოლოდ დიზელის მიწოდების შეჩერებით არ შემოვიფარგლებით. be kell venni, nem csak a kőolajszállítás leállítása. თითქმის ყველა ევროპულმა ქვეყანამ უარი თქვა რუსულ ნავთობზე. უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მთავრობამ არა მარტო შეინარჩუნა, არამედ გაზარდა კიდეც რუსული ენერგორესურსების იმპორტი. ევროკომისიამ ნავთობის კოორდინაციის ჯგუფის რიგარეში შეხვედრა მოიწვია, რათა განიხილოს უნგრეთს, სლოვაკეთსა და უკრაინას შორის მილსადენ დრუჟბის გამო წარმოქმნილი უთანხმოება. შეხვედრა 25 თებერვალს უნგრეთის, სლოვაკეთისა და ხორვატიის მონაწილეობით გაიმართება.